კოცები რუსები არიან, ბაზარი არის. აი იმეც შეხედეთ დაბლოკილი ანტიალტერნატიული პოსტივის, ალტერნატიული აზრი დაბლოკილია, ხალხზე ძალადობა, 10000 პატიმარი, ათასობით ადამიანი ზუსტ ამას. გეთანხმები მაგაში. ეს არის რუსული რეჟიმი, საბოლოო ჯამში. ამაში გამოისახება და როცა მაგალითად შევამბობდით, რომ ხალხი გამოუშვით ციხიდან წინა წელს და ლელო გახარები ამბობდნენ რომ არაო ნარკოდანაშაულზე ხალხი უნდა იჯნენო. გიორგი ხვარიჯდა სამართლიანად ციხეში და საიდან დაასვენეს რამდენიმე ათასობით ადამიანი სამართლიანად და აი უყურეთ ხოდა გეუბნები ლელო და გახარე რუსები ვით იქცევოდნენ. ისინი იყვნენ სხვა პარტიებთან კოალიციაში და ამბობდნენ რომ ჩვენ რაღაც ერთნი ვართ და ასე შემდეგ. ჩვენ არც არ ყოფილვართ, ჩვენ არ გვიღავთ, იმიტომ რომ არც ქონდა არაფერი საერთო ამ ხალხთან. ზოგადად აი რა არის პირველი გამოსვლა, რა უნდა გააკეთოს? აი რასაც კოცები არ აკეთებენ. აი კოცები ხო არ აწყობენ დებატებს. ჩვენ უნდა მოვაწყოთ დებატი. კოცები ხო ბლოკავენ ალტერნატივას. ჩვენ უნდა გავხსნათ ალტერნატივას. და ეს უშველის პოლიტიკოსი. კი, უშველის, იმიტომ რომ რაც გიორგი კითხებს სვავს, ეს კითხვები შეიძლება გარჩეული იყო კალანდარიშვილიო, ისევ არჩევნებიო გაყავდა. რომ ტელევიზიაში იყო დისკუსია ამ თემაზე. ეს რომ მოხდეს, ეს იქნება ნაბიჯი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მიუხედავად რუსი იქნება პირობითად ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არის პირობითად გიორგი ახალბაძესა, რომელიც მე არ ვიცი ვინ არის შენზე ასაუბრებ, ზოგადად ვამბობ ვიღაცაზე, რომელიც არ ვიცი რომ მოვიდეს რას გამიკეთებს. და ვიცი არსებულ სიტუაციასთან, იმიტომ რომ მე ხონდა ვიცოდე ვის ვენდობი, ვის ვაძლევ ხმას, ან ვის გამოდივარ ქუჩაზე. კი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პარტია, რომ წლების მანძილზე ერთი და იგივეს ვაკეთებ, პრინციპებს არ გვიღალატია. საბოლოო ჯამში ის ხალხი, ვინც მართლა ეს საზოგადო ჩაქმულია, რა ვიცი, იქნება ნაცმოწმობა იქნება ლელო არაქიშვილის არის, ის ხალხი, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს და ქოსების დამხობას აკეთებს, ან რაღაც არჩევნებში მიდის, ის ხალხი უნდა ლაპარაკობდეს. აი ეს ყველაფერი დაიღეჭებოდა და გაერკვევოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი ამ მაყურებელს უნდა დაინახოს, რომ უამრავი საკითხი არსებობს. გაყალბება, პროტესტი, რა ვიცი, არჩევნები, დამხობა, მეგობარი აქტი, აი მეგობარი აქტი რო ტყუილი იყო, ეს როგორ ხოშლება გაიგონ ადამიანს, რომ მეორე აქტი ისე დაიწყეს, რომ პირველზე ვითომ არაფერი არ მოხდა. აი ადამიანი თუ მიხვდება რომ უამრავი საკითხია, აი შეიძლება გიორგის მხარდაჭერი გიორგის მხარეს იყოს, ჩემ მხარეს იყოს, მაგრამ თუ მიხვდება რომ ამდენი საკითხია, რომელზეც ალაპარაკოა და პოლიტიკოსები ამაზე ლაპარაკობენ, და უბრალოდ გაურბიან საუბარს. წარსულში ლელო იქნება ეს დღეს, ნაცები იქნება გუშინ, თუ ვიღაც კიდე სხვა, სანამ ეს არ მოხდება, არაფერი რატომ არასდროს არ ახსენებთ აი ამ ცუდი პარტიების იმიტომ რომ როცა შენ მტერს ებრძვი და უკან გიდგას შიმპანზე ავტომატი და გესვრის, თავარი ამოცანა შიმპანზეს გაერკვიო. ხო და სანამ ოპოზიციაში ავტომატიანი შიმპანზები დარბიან, მე ქორწილზე ვერ მოვერევი. ამიტომ მე ავტომატიანი შიმპანზები და მოვიშორო. ამით ვარ დაკავებული. კარგი, გასაგებია.